შიმშილის ეფექტი გაქვს, ახლა და თავბრუსთავად ერთნაირი საერთოდ. ანუ ვერ გქნობ, მაგრამ 17 დღე შენ ხო? შაქარი ამას დაბალი ხარ. გუშინ ჩამოვედით დაახლოებით საღამოს 8 საათზე. მის შემდეგ აქ ავართ 24 საათიან რეჟიმში. იმის საშუალებაც არ აგვაქვს, რომ თქვა სკამზე წამოვწვეთ და ძილის საშუალება გქონდეს. არც პლედების, არც აძილეტომრების ყველაფერი აკრძალულია. გაგვაცნეს თავიდანვე პირობები და ჩვენ დავეთანხმეთ, რადგან ჩვენს ქალაქს რეალურად ეს მოგონილი არ არის, დღესდღეობით ჭირდება გადარჩენა. ჩემთან ერთად არიან ორი მოშიმშილე. ერთი დარჩა ჭიათურაში, აგრძელებს შიმშილობას. გუშინ ბატონ გივიცერცვალეს ერთ-ერთ მოშიმშილეს დაჭირდა ჰოსპიტალიზაცია და მისი ჯანმრთელობის გაუარესების გამო ვეღარ შეძლო ამ პროცესის გაგრძელება. ვითხოვთ მთავრობასთან შეხვედრას, არავინ არ ჩამოვიდა ჭიათურაში, გადაწყვიტეს მოშიმშილები ჭება. 2 ჭიათურაში დარჩა, 3 აქ წამოვიყვანეთ და 2 ჩვენა ვართ, რომელმაც ყურადღება უნდა მივაქციოთ ამ მოშიმშილე ბიჭებს, რომ გვინდა მთავრობას შეხვდეს, ჩავიდეს ჭიათურაში, ჩვენს ბიჭებს დაელაპარაკოს, მოლაპარაკება შედგეს და ერთხელ და სამუდამოდ გადაიბაროს მთავრობამ და აღარ ვიყოთ კომპანიისგან გაცრუებულები, რომ ყოველი წელიწადს გაფიცვა, ყოველი წელიწადს შეჩერება, დავიღალეთ უკვე აღარ შეგვიძლია. გებინები შეგრძნება ხოლმე? ძალიან უსამართლოდ იქცევიან, ძალიან უსამართლოდ გვექცევიან. ელემენტარული ხელშეწყობა არ გვაქვს არანაირი. ბანკის ვალები გვახჩობს. იმ ხელა პროცენტებს გვადებენ ზედ. მე პირადად 20.000 ლარი მაქვს გამოტანილი საწყისი თანხა და უკან უნდა მივიტანო 40.000 ლარი. იმ ხელა პროცენტები დაგვაკისრეს. მიმიყვანა ამ ზომამდე თვითონ ამ კომპანიის მართვა მიგვიყვანა ამ სიტუაციამდე. ძალიან ცუდად მართავენ. საერთოდ მუშების ხარეს ელემენტარული ყურადღება არ არის არანაირი. შედი იმუშავებ, სხვა არ აინტერესებს არაფერი. როგორ იმუშავებ, რა პირობებში იმუშავებ, არაფერზე რეაგირება არ აქვს საერთოდ. როგორც კომპანიას, ასევე არც მთავრობიდან არანაირი რეაგირება არ არის. 74 დღეა უწყვეტ პროცესში ვიმყოფებით ჭიათურის მაღაროებით. ესეთი სიტყვა აქვთ ნათქვამი, სანამ შეგვეძლება, სანამ ვაჟკაცურად ვდგავართ და მერთმა კარგად ამყოფოთ, მანამდე იდგომებიან აქ, სანამ პასუხი არ იქნება დადებითი. ოჯახის წევრები, ასე რომ ვთქვათ, ამ ეტაპზე შეძლეს ის, რომ მცირეოდენი და ელემენტარული ოჯახში ყოველთვის იყოს. ანუ მე ფიზიკურად შრომელი ადამიანი ვარ და რა ვიცი, აქამდე არავის არაფერი დამეთმევია, არც მიყაჩაღია, არც ვინმესგან რამე ისეთი ფული ამიღია, რომ უშრომელად ესე რო ვთქვათ. ადამიანი როცა შრომელი ადამიანი სამსახურის გარეშე რჩება, ესე იგი შემოსავლის გარეშე რჩება ავტომატურად. ჩემი მეუღლე არის დასაქმებული. სხვაგან მუშაობს, ჯორჯიან მარგანეს არ ეხება და იმის კმაყოფაზე ვარ. მარტო იმის კმაყოფაზე რო არ ვიყო და ამდენი უსამართლობა რო არ მოხდეს, მაგიტომ გადავწყვიტე შიმშილობა. ჩემ თავს ვაყენებ საფრთხის ქვეშ.